ხელოვნებად ვწოდნე დავით ცხადაძე ბატონ დავით მადლობა 30 მარტია გათენდება მალე 31 მარტი 34 წლის წინ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო არაუბრალოდ გეზი განისაზღვრა არამედ თანამედროვე ქართული სახელმწიფო დაფუძნდა ბევრი პრობლემები ჰქონდა მაგრამ დამოუკიდებლობის სიმყარე ეჭვქვეშ არ დამდგარა და დღეს ეს დგება სამწუხაროდ უშუალოდ ქართული მართალია მიმტაცებელი, მაგრამ ხელისუფლების მიერ. რა მნიშვნელობა აქვს ამ 31 მარტს აი ამ ისტორიული გადასახედიდან? მადლობთ მოწვევისთვის საღამოშვიდობისა. მინდა გითხრათ, რომ მახსოვს ძალიან კარგად ის დღე 34 წლის წინ იყო ღელვა, იყო რაღაცა მოლოდინი, რომ რა იქნება, როგორ იქნება. იყო კარგის მოლოდინი. დღესაც ვღელავთ მე მარტო არა ვარ აი ამ ფიქრში ამ ღელვაში აი ამ თქვა განცდებში ჩემს გარშემო უამრავი ხალხი ასეთ აი ამ განწყობით ეგებება ხვალინდელ დღეს რატომ იმიტომ რომ როგორც თქვენ ბრძანეთ კითხვის ნიშნისგება ის რაზეც გამსახურდია 9 აპრილს იმავე წლის თქვა რომ სამართლიანობა აღსდგა და გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოსო ჩვენ ყოველგვარი შელამაზების გარეშე კარგავ დამოუკიდებლობას ყოველ წუთას, ყოველ დღე, ყოველ წამს იქნება სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სიუჟეტში თუ შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ ჩვენ და სასიხარულოდ და ჩემ და სასიხარულოდ და გასაკვირად მოვიდა ახალი თაობა, რომელიც მუხ ჩაუხრელა და ნუ რა ვიცი, შეუხრელად ქედმოუხრელად იმისთვის რასაც ისინი არ მოსწრებიან მათ მემკვიდრეობით ერგოთ ეს ამბავი და ისინი ეს თავისუფლება ხო ეს როგორი რაღაცა ყველა თაობა იბრძოლოს ამ თავისუფლებისთვის თავისუფლებას ეს გრანტი არ არის საჩუქარი არ არის ეს თავისუფლება არის ყოველი თაობის მოსაპოვებელია ხელახლა აბსოლუტურად ამ თაობას სამწუხაროდ საკმაოდ ძიმე სიტუაციაში ერგო ეს ყველაფერი თუმცა წინა თაობა ჩვენს არა მგონია რომ გვეძინოს და ნუ აი ბატონ დავით რატო აღმოჩნდა წინა თაობა გაცილებით უფრო მეტად მოწყვლადი რუსული ჰიბრიდული ომის მიმართ რატო აღმოჩნდა ასეთი მარტივად მოწყვლადი მათ შორის იმ პროპაგანდისტული კლიშეების ნარატივების მიმართ რომელიც წმინდა რუსულია დღევანდელი ქართული რეჟიმი ამას სიტყვით იმეორებს, ხანდახან სინტაქსსაც კი არ ცვლის და მიუხედავად ამისა, მაინც ჭირდებათ ადამიანებს მტკიცება ახსნა და ამასაც ვერ ვახერხებთ ისე ჩაკეტეს და იზოლირება მოახერხეს გარკვეული აუდიტორიის და ჯგუფის საზოგადოების, რომ მტერია და მეგობარი, რომელიც თუნდაც მეგობარი აქტით გეხმაურება, რომ ისე თუ რაღაცის ახსნა რთული, აი ამ სახელწოდებით მაინც გავიგოთ იმათმა გაიგონ ვიღაცებმა, რომ სტრატეგიული მეგობარი კი არა, ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ფიზიკური გადარჩენა, ეკონომიკური მხარდაჭერა, რაზეც იდგა, ხო? ანუ ქართული ხალხის ძალისხმევაზე, ისტორიულზე და ამავე დროს ჩვენს დასავლეთ პარტნიორებზე, რომ მეგობარი ეს არის. ანუ მტრის და მეგობრის გარჩევა ასეთი რთული და შეუძლებელი რატო გახდა ამ? ხო, ნუ აი ეს მაგაზე კარგი კითხვაა ძალიან, რთული და ბევრის მომცველია თქვენი კითხვა, მახსენდება ოკუპაციის მუზეუმის კეთების დროს, რომლის კონცეფციის ავტორი გახლავთ გადავასწრით უშიშროების არქივში პასობე завоевание Грузии ეგეთი ბროშურა და იცით რა იყო საშიშის და შემაშინებელი ის რომ არაფერი არ შეცვლა რაც იქ წერია პუნქტების მიხედვით ისინი არ ცვლიან არაფერს რომელი წლის ეს არის 1921 წელს გაკეთებული და 21 წელს დაწერილი სახელმძღვანელო როგორ უნდა ანუ აქ იცით როგორ რაღაცებზე გათვლილი რომ აი ქუჩის ხალხის აჯანყება შავების ეგრეთ წოდებული თუ გამოვა თუ არ გამოვა და მე ჯარი თუ არა და მე მუშაობა თქვათ აი ამ იმასზე რასაც მაშინ არ ერქვა მაგრამ რასაც თქვი ინტელიგენცია ანუ განათლებულ სფეროზე მუშაობა ცალკე მუშებზე ახალგაზრდებზე პირველი აჯანყებაც ხო მაშინ რა მოხდა აი ამ ბანდფორმირებები კადეტთა კორპუსს დაესხნენ და პირველი მსხვერპლი სხვა შორის მარო მაყაშვილის ბიძაშვილი იყო მიხო რომელიც გამოვარდა და მაშინ ჩაახშეს ეს ყველაფერი ეს ხდება 20 წელს ხდება თუ არ მეშლება თუ 19-ში თუ 20-ში მოხდა ეს ამბავი 21-ში გაიმეორეს ის და მოხდა ეს ამბავი რასაც მებრძოდით 70 წელი მე 70 წლის თავზე გამარჯვება სწორედ აი 31 მარტს მოხდა და რაც თავარია და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის რომ აფხაზეთის მოსახლეობამ და სამხრეთ
სამაჩაბლოს მოსახლეობა მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა. ხმა აი ეს არის ძალიან ძვირფასი ჩვენთვის და აი ამის დაკარგვა არაფრით არ შეიძლება. ხვალინდელ დღესაც შეეხება. ხვალინდელ დღეს რა თქმა უნდა ველოდები მე პირადად სიხარულითაც, ღელვითაც ველოდები იმ სიტუაციას, რა სიტუაციას ხვალ უნდა იყოს, მეხუთე პრეზიდენტი უნდა გამობრძანდეს და უნდა თქვას რაღაცას მომართოს ხალხს. მე ვფიქრობ ამ წუთას მე თული საჭიროთ რომ მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, მან როგორც რიგითმა საქართველოს რიგითმა მოქალაქემ მას მოუწევს გარკვეული ახსნის მიცემა იმის შესახებ თუ მარტივ კითხვაზე პასუხის გაცემა თუ აი ვინ დაიწყო ომი 2008 წელს. ნუ აი ამაზე პასუხი გასაცემი იქნება ქალბატონს სალობეს, იმიტომ რომ ამ კითხვას სვამს ყველა, ამ კითხვას სვამს სოციალ ქსელებში ისმევა ეს კითხვა, ეს კითხვა ისმევა ჩვენ გარშემო ქუჩაში ყველგან. ამაზე პასუხია გასაცემი აუცილებლად. რაც შეეხება ის რაც თქვენ ბრძანეთ, რომ აი რატო მოხდა ჩვენი თაობა, თქვათ ესეთი მოწყვლადი აი ამ ესეთი თქვათ პოლიტიკის მიმართ, მე ერთ რაღაცას გავიხსენებ. აი 2009 წლის 13 იანვარს დაიწერა ბრძანება ჩემი დანიშვნის შესახებ პირველ მოადგილედ კულტურის სამინისტროში. 15 იანვარს შემდგომ გამოცხადდა ქალბატონი იცით როგორ ქალბატონი აი აგიხსნით თქვენ გაგახსენდებათ ალბათ ვრემეს წამყვანებს რომ მქონდათ აი თმის ვარცხლობა გასეთ აი ესეთი რუსი ქალბატონი დიდი ესეთი დიდი თმის მოწყობილობით გამოცხადდა ჩემთან პირდაპირ ჩემთან მოვიდა და მითხრა რომ მეო ვარო მიხეილ შვიდკოვის წარმომადგენელი. მიხეილ შვიდკოვი გაგახსენებთ მაგ პერიოდში იყო პუტინის უშუალოდ პუტინის წარმომადგენელი კულტურის პროპაგანდის საქმეში საზღვარგარეთ. ამხამა დაიწყო ესეც საუბარი რომ რაღაც პერიოდი მინისტრიც იყო მინისტრი რაღაც მოგეთ ძალიან კი აი ამ მომენტში იყო აი ამ პროპაგანდაზე მომუშავე ადამიანი და კულტურის სფეროში ასთავარი. ეს პირდაპირ მომადგა მე. და ის რომ იცით რა არისო, აი ეს მთავრობაო არ არიანო, რაღაც ვერ არიანო, თქვათ, კარგად ომი დაიწყეს რუსეთთან. თქვენ ხო ესეთები არ ახართ კულტურის ხალხი, მიხე რას ლაპარაკობს ის ვერ მივხვდი რას. მე აიო იცით რა აიო ამიტომო ჩვენო დავამყაროთო პირდაპირ კავშირი, აი რუსული კულტურა რაღაცა მიყვება არ გაჩერდა, ნუ აი როგორც იციან ეს ლაპარაკი ვთქვათ. რაღაცა მომენტში მომბეს და ამის მოსვენა და მე ვთქარ იცით ვის ლაპარაკებით მეთქი და ვის ლაპარაკებით თქვენ პირველ მოადგილედ კი ბატონო ვარ მაგრამ მე გახლავთ ოკუპაციის მუზეუმის კონცეფციის ავტორი მეთქი და შემხედა მიყურა და მithხრა ეგეთ ფრაზას с вами всё ясно ადგა და წავიდა დამთავრდა მან მაგათი პროპაგანდა ისინი დარწმუნებული იყვნენ სწორედ იმ პასუხებიდან გამომდინარე დარწმუნებულები იყვნენ რომ იმუშავებდა მაგალითად ჩემზე როგორც თქვათ ნუ კულტურასთან ახლოს ყოფ ადამიანზე აი ეს რაღაცა დათფობის ამ soft power-ის რაღაცა შემთხვევაში რაღაცა გაჭრიდა შემდგომ და გული ამით შეხვდებოდა თქვათ რაღაცა ის რომ რუსეთი კულტურას იყენებს როგორც ტროას ცხენს ეს ახალი ინტელიგენციაში ჩათვალო ინტელიგენტი ვიყავი აუხსენებ არ ვიყავი ინვესტიცია იყო განხორციელებული მათ შორის იმ კაცის მეშვეობით რომელიც მე უკვე დიახ რომ აღმოჩნდა ეს ყველაფერი ქონოქმედება რომ აღმოჩნდა ჩვეულებრივ დასპონსორება იმ თავისი ამომრჩევლის ეს ხადია ყოველ შემთხვევაში ამ წუთას საუბარი არის ეგეთ რაღაცაზე რომ აი ის პერიოდი რა პერიოდშიც თქვათ მომიწია თქვათ რაღაცა თანამდებობაზე მუშაობა სახელმწიფო მუშაობდა მაშინ წამყვანი თემა ამ სახელმწიფოს მუშაობის იყო არაღიარების პოლიტიკა. არაღიარების პოლიტიკა იყო გამშრალი მთლიანად როგორც შიდა პოლიტიკაზე ასევე გარეთ ყველა სფეროში მათ შორის კულტურაშიც. ყველაფერი რაც მაშინ კეთდებოდა, იქნება ეს თქვათ მწერლის სახლი, იქნება ეს თქვათ კინოცენტრი, ნებისმიერი პროექტი რაც კეთდებოდა, აი აბსოლუტურად ყველაფერი გამშვალული იყო ამ სულისკვეთებით. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია მეც და ჩემი მეგობრებს, ვინც ამაში მონაწილეობას ვიღებთ, როგორ თავგამოდებით იცავენ მწერლის სახლს ჩვენი მწერლები, როგორ თავგამოდებით იცავენ კინოს ხალხი ამ კინოცენტრს, როგორ ანუ ეს ის პროდუქტები. მაგრამ ფაქტობრივად მივიღეთ სურათი, რომ ფაქტობრივად ეს ხალხი გამოდევნილია ამ ინსტიტუტები და საქმე რაში არის? საქმე არის იმაში, რომ მათ დაკარგეს ის, რაც მათთვის იყო ძვირფასი და ამიტომ ის პოლიტიკა ჩანს რომ იყოს სწორი, რომ ანუ ამას გნებად დაარქვით არაღიარების პოლიტიკა, გნებად რაც გინდა დაარქვით, მაგრამ სულისკვეთება მუდმივი იქნება, რომ საქართველოს მუდამ უნდა ხმაურობდეს. მუდამ უნდა ხვალინდელი დღეც ერთ-ერთი ხვალინდელი დღეც არის აი ერთ-ერთი ხმაურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ღირსშესანიშნავი დღე არის. ეხლა მე კიდევ ვიმეორებ, რა თქმა უნდა გავალთ სუყალანი
ვინც დავში თბილისში. რა თქმა უნდა მომბრძანდება მესამე პრეზიდენტი, რომელსაც კიდევ მეორე უნდა ეს მას თუ არ უნდა მას იმდენად რამდენადაც დასავლეთი მას ცნობს ამ ეტაპზე ყველაზე მეხუთე პრეზიდენტი ხალხმხედველობაში მესამე სამწუხაროდ ვერ მოვა ხო მესამე ხო აი მესამესთან მეხუთე პრეზიდენტი და რატომაც ვერ მოვა ზუსტად იმიტომ არის მაგაშია საქმე ვერ მოდიოდეს ხო მაგაშია საქმე ბატონ დავით ძალიან დიდი მადლობა დავით ცხადაძე ხელოვნებად მცოდნე მას დამშვიდობები